დღეს სენდვიჩი უბრალოდ ასახემსებელი გგონია, მაგრამ ლეგენდა ამბობს, რომ მისი დიდი ისტორია იქ დაიწყო, სადაც თამაშის ვნება, მაღალი ფსონები და მაგიდიდან წამითაც არ მოწყვეტის სურვილი მეფობდა. ლონდონის ხმაურიან კლუბებში იმდროინდელი ელიტა იკრიბებოდა. სანთლები გვიან ღამემდე ენთო, ბანკო მაგიდაზე ეწყობოდა და მასთან ერთად წყდებოდა ფული, გავლენა და რეპუტაცია. სწორედ აქ, ყველაზე ცნობილი ლეგენდის მიხედვით, ჯონ მონტაგიუმ, სენდვიჩის გრაფმა, მოითხოვა ხორცი ორ ნაჭერ პურს შორის მიეტანათ, რათა ერთი ხელით ეჭამა და თამაში არ შეეწყვეტა. დიდი ალბათობით, თავად ეს იდეა მას არ გამოუგონია. ადამიანები საკვებს პურში მასზე ბევრად ადრეცდებდნენ, მაგრამ სწორედ მისმა სახელმა აქცია ეს მოსახერხებელი ჩვევა კერძად, რომელიც მთელმა სოფლიომ დაიმახსოვრა. ასე გაიარა სენდვიჩმა გზა არისტოკრატის ახირებიდან შიმშილის უნივერსალურ ენამდე. სწრაფი, მოსახერხებელი და ყველა ქვეყანაში გასაგები. ის იქცა იმ ეპოქის საკვებად, რომელიც მუდამ სადღაც მიიჩქარის. ყველა ნაცნობი გემოს უკან კინოს ღირსი ისტორია იმალება. გამოიწერეთ გემრიელი ისტორიები.